საქართველოში პირველად თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში უნიკალური პროექტი ჩავატარეთ. ერთ სივრცეში გავაერთიანეთ 10 ინტერაქტიული ექსპოზიცია. სწორედ ამიტომ დავარქვით დეკალოგი. ეს იყო როგორც გუნდური აქტივობა, ასევე თითოეული მათგანისათვის ინდივიდუალური შემეცნებითი გამოცდილება. თითოეულ მონაწილეს ახალ ფორმატში გავაცანით სერვიეს თერაპიული მიმართულებების უნიკალურობა და ის სამეცნიერო მტკიცებულებები, რომლებიც მათ ეფექტურობაზე მიუთითებს. ფრანგული ფარმაცევტული კომპანია Servius მიერ ორგანიზებული დღევანდელი ღონისძიება მართლაც ინოვაციურს წარმოადგენს. ანალოგიური მე მგონი არც ერთ კომპანიას არ წარმოუდგენია, იმიტომ აქ ვარ ჩეკრებილები სხვადასხვა დარგის სპეციალისტები, კარდიოლოგები, ენდოკრინოლოგები, ზოგადი პროფილის ექიმები, ძალიან ორიგინალური სახით არის გადაწყვეტილი. მე პირადად კიდევ ერთხელ მეორდები, რომ ესეთი პროექტში მონაწილეობა არ მიმიღია. Servius დღევანდელი ღონისძიება გამორჩეულია ყველა წინა ღონისძიებებისგან, რომლითგანაც ასე ვთქვათ, განებივრებულები ვართ, როგორც წესი იყო საგანმანათლებლო, პროფესიული ცოდნის ამაღლება, გარკვეული ინტერაქციები, მაგრამ მსგავსი, როდესაც ხდება თამაშის სახით, რაც ახალისოს ხდის, ამა თუ იმ პრეპარატზე, ამა თუ იმ დაავადებაზე გარკვეული მსჯელობა და სადაც წარმოდგენილია ამ კომპანიის 10 წლიანი დიდი ისტორია, გარკვეული სიახლეა ჩვენთვის და ძალიან სასიამოვნო სიახლეა და კარგი იქნება თუ მომავალშიც გაგრძელდება. Servius მიერ ორგანიზებული დღევანდელი შეხვედრა იყო ძალიან განსხვავებული, სახალისო და ასევე შემეცნებითი. Ქონდა საშუალება, რომ შევხვედროდით ჩვენს კოლეგებს სხვადასხვა კლინიკებიდან და გავგვეზიარებინა ერთმანეთისთვის ჩვენი ცოდნა და გამოცდილება. მე ვიყავი ერთ-ერთი ჯგუფის ლიდერი და ჩემი ფუნქცია იყო, რომ მომესმინა ჩემი კოლეგების აზრი, შემეჯერებინა და საბოლოოდ გამეცა სწორი პასუხები. ძალიან გავერთეთ და ამასთანავე ეს იყო საკმაოდ შემეცნებით. მე მივიღე მონაწილეობა Servius ამ აქციაში. ძალიან საინტერესო, ძალიან ინფორმატიულ და როგორც ყოველთვის კრეატიულ აქციაში და მე დაწუნებული ვარ ის შეიტანს ექიმთა განათლების საკითხში. ყველა სტენდი იყო ძალიან საინტერესო, ძალიან ინფორმატიული. კომპანია Servius მიერ ორგანიზებული დღევანდელი ღონისძიება განსხვავებული ფორმატისაა. მოიცავს აკადემიურ ნაწილს, ჩვენ საშუალება გვაქვს გადავავლოთ თვალი იმ მედიკამენტებს, რომელიც კომპანია Servius მიერ არის შექმნილი, ამ მედიკამენტების ჩატარებულ კვლევებს და ამ კვლევებში მიღწეულ შედეგებს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია როგორც კლინიკურ პრაქტიკაში. რაც თავარია დღევანდელი ღონისძიება, განსხვავებულობა მდგომარეობს იმაში, რომ მოიცავს სახალისო ელემენტებს. ჩვენ პირველ რიგში კოლეგები შევხვდით ერთმანეთს კიდევ ერთხელ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. და სახალისო ფორმა ცოტა ბავშვობაშიც დავბრუნდით, იმიტომ რომ გარკვეულად გართობის ელემენტებით ასუხს ვხსენთ იმ დასმულ კითხვებს, რომელსაც თავაზობენ ორგანიზატორები და ამ კითხვებს რა თქმა უნდა კვლავ პრაქტიკული მნიშვნელობა და ღირებულება აქვს. კომპანია Servius მიერ ორგანიზებული დღევანდელი ღონისძიება მნიშვნელოვანი არის. Გამოდენიმე თვალსაზრისის შეკრება განხორციელდა სხვადასხვა პროფილის მედპერსონალის და ექიმების, როგორც არის ანგიოლოგები, კარდიოლოგები, ენდოკრინოლოგები. მოგეხსენებათ, რომ მულტიპროფილური თანამშრომლობა და კოლაბორაცია აუმჯობესებს პაციენტის მდგომარეობას და მათ სიცოცხლის ხარისხს და ხანგრძლივობას. დღევანდელი დღე მნიშვნელოვანი არის იმითი, რომ იყო ინტერაქციული, განხორციელდა სხვადასხვა ტიპის დიაგნოსტიკური თუ სამკურნალო საშუალებების გაცნობა და ურთიერთგაზიარება. Servius მიერ ორგანიზებული ეს ღონისძიება ნათელი დადასტურება იმის, რამდენად მნიშვნელოვანია ექიმს, მოქალაქეს, პაციენტს მიაწოდა ინფორმაცია ინოვაციურად, სხვადასხვა ტექნოლოგიების ჩართვის შოუს ელემენტებით, იუმორით. ეს ერთ-ერთი საუკეთესო გზაა ინფორმაციის ათვისების და ძალიან ცნობილი თემების კიდევ ერთხელ გამეორების. დიდი მადლობა თქვენ. ჰოლისტიკური მიდგომა პაციენტი როგორც ერთი Servius მთავარი პრინციპია. ეს 10 საექსპოზიციო სივრცეც ერთიანი სისტემის ნაწილია. საინტერესო კონცეფცია მოვძებნეთ ჩვენი თერაპიული მიმართულებები გადავანაწილეთ პალიტრის ფერების მიხედვით. ყველა ფერი ემსახურება ერთ მიზანს, პაციენტის ჯანმრთელობას.